ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური რიგით მესამე სასკოლო პროექტი სტარტაპ მარათონი წარმატებით დასრულდა. 500 რეგისტრირებული ინოვაციური იდეიდან ჟიურიმ 11 საუკეთესო ამოარჩია. წლევანდელი სტარტაპ მარათონის ფინალი სავსე აღმოჩნდა სასიამოვნო მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით. ფინალურ ღონისძიებაზე გუნდებმა წარადგინეს იმ ინოვაციური იდეების პრეზენტაცია, რომლებზეც მენტორებთან ერთად 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პროექტის მხარდამჭერებმა და ჟიურის წევრებმა გამოავლინეს თავიანთი რჩეულები და დააჯილდოვეს ისინი. ალტე უნივერსიტეტის რჩეული კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებისგან შემდგარი გუნდი პოლიმორფი გახდა. მათ სასწავლო გრანტი მოიპოვეს. ანტრეპრენერ ჯორჯია ერთის ნაცვლად 3 გუნდის მედია მხარდამჭერი გახდა. G8 ასტრობრეინსა და სივრცეს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი იდეები ფართო აუდიტორიას გააცნო. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თავის რჩეულებად სივრცე, G8, პოლიმორფი და აკვაგარდი დაასახელა. მათგან 3-ს ჯიტა პროტოტიპის შექმნაში დაეხმარება, ხოლო ერთ-ერთი გუნდი ჯილდოდ მენტორინგის პროგრამას მიიღებს. რჩეული გამოავლინა TBC-მაც. გუნდ სივრცეს იდეის განსახორციელებლად 5000 ლარიანი ფულადი პრიზი გადაეცა. სტარტაპ მარათონის მიზანი ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარებაა. პროექტი უფროს კლასელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად დაამუშავონ იდეა, აქციონ ბიზნეს მოდულად და მოიპოვონ მის განსახორციელებლად საჭირო ფინანსები.